ერთი არის რა კვლევებს ასაღებს ქართული ოცნება ევროკომისიის კვლევებად და მეორე არის ამ კვლევებიდან რა კონკრეტული მონაკვეთები გამოაქვს. ხო, ეხლა ჩვენ Freedom House-ი ახსენეთ. თქვენ Freedom House-ის მთლიან კვლევას კი არ მოიყვანს ქართული ოცნება ამ შემთხვევაში. არამედ მოიყვანს კითხვას გაქვთ თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყანაში. ანუ Freedom House ძალიან დიდ კვლევას ატარებს საქართველოს შესახებ და ქართული ოცნება ამ შემთხვევაში თავის პროპაგანდას აფუძნებს ერთ კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც კვლევის ძალიან დიდი კვლევის ფარგლებში დაისვა და შემდგომ ამბობს, რომ რაღაცა პროგრესითო საუკეთესო ვართ მსოფლიოში ამ 12 წლის განმავლობაში რაც ვაჩვენეთო. ეხლა ეს რატო არის საყურადღებო? ერთი არის რაც თქვენ ახსენეთ, რომ ასაღებენ, რომ ეს ევროკავშირის, ევროკომისიის დაკვეთით მომზადებული კვლევებია, რასაც გამოიხმაურა კიდეც ევროკომისიის სპიკერი და უარყო, არანაირი კავშირი ევროკომისიას ამ კვლევებთან არ აქვს. თუ ძალიან მარტივი გადასამოწმებელი, ახლა მე და თქვენ ვარ დაგვიჯეროთ ასე უბრალოდ მოქალაქემ, ძალიან მარტივი გადასამოწმებელია თუ შეხვალთ საიტზე, რომელზეც ევროკომისია ამ კვლევებს აქვეყნებს, უამრავი სხვა კვლევა გამოქვეყნებული, დაწყებული Economist Intelligence Unit-ის კვლევით, დამთავრებული მსოფლიო ბანკით, 1000 სახის კვლევა არის, რომელსაც შეიძლება ჩვენ ამ ევროკომისიის ამ კონკრეტულ პორტალზე წავაწყდეთ და ბაზა არის, სადაც თავმოყრილია კვლევები, უბრალოდ. დიახ, უბრალოდ თავმოყრილია კვლევები და ზემოთ თუ ძალიან ჩაძიებული გამოკვლევა უნდა საკითხის ვიღაცას, ზემოთ არის ფილტრი, ეგრეთ წოდებული, რომელ კვლევას აქვს გავლილი ვიზირება, ესე რომ ვთქვათ, ევროკავშირის კვლევის ცენტრის მხრიდან და თუ იმ ფილტრს ჩართავთ, აღმოჩნდება, რომ ყველა კვლევა თითქმის გაქრება და დარჩება ევროკომისიის თუ სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების მიერ ჩატარებული კვლევები. ეს იმიტომ უნდა აღვნიშნოთ, რომ რაღაცა ვიკიპედიაზე რო წავიკითხოთ სტატია, ხო არ ნიშნავს, რომ ვიკიპედიას ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს რაღაც. ხო, ერთი არის ეს ნაწილი. მეორე ნაწილი არის ამ კვლევების რაობა. ეხლა ჩენდლერის კვლევა, რომლითაც დაიწყო და გაიხსნა პროპაგანდის რაღაცა ეს ნარატივი, თვითონ დამოუკიდებელი კვლევა კი არ არის, არამედ არის კომპილაცია ბევრი სხვადასხვა კვლევის. ანუ ადამიანები დასხდნენ და ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს მართლა ამით დაკნინებას კი არ ვცდილობ კონკრეტული ინდექსის. ძალიან დიდი შრომა გასწიეს და სხვადასხვა საკითხზე, სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევა რაღაცნაირად გააერთიანეს ერთ დიდ ინდექსში 2025 წელს გამოსცეს და ამიტომ დაარქვეს ინდექსი 2025. თორე სიამოვნებაში თუ ჩვენ წავიკითხავთ, რას ეყრდნობა ეს ინდექსი, არის რომ სხვა კვლევები უახლესი რაც იყო, ისინი აქ აღებული და ზოგიერთი ასეთი უახლესი კვლევა არის 2022 წლის. რაც ნიშნავს ეს, რომ 2022 წელს თუ რაღაც კვლევა გამოიცვა, ეყრდნობა წინა წლის მონაცემებს. ანუ 2025 წელს გამოქვეყნდა ინდექსი, რომელშიც შეიძლება იყოს მონაცემები, რომლებიც არა თუ 2025 წელს არ ასახავს, არამედ საერთოდ 2021 წლის მონაცემს შეიძლება ეყრდნობოდეს. ეს საინტერესოა მეცნიერულად, საინტერესოა ზოგადი ტენდენციის შესასწავლად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ გამოდგება ამ წამს, როგორი ვითარებაა ქვეყანაში. ამის შესაფასებლად, იმიტომ რომ საანგარიშო პერიოდს მიღმა რჩება ყველაფერი, რაც ხდებოდა მაგალითად რუსული კანონის მიღების მერე და შემდგომ 28 ნოემბრის განცხადების მერე, რასაც იგივე ორგანიზაციები, რომელსაც თუნდაც ჩენდლერი ავტორიტეტულად მიიჩნევს და აყრდნობს თავის კვლევას, იგივე ორგანიზაციები ამ რაღაცებს აფასებენ როგორც დრაკონული კანონები, ძალის დისპროპორციული გამოყენება და ადამიანების წამება და ასე შემდეგ. ჩვენ რომ ნახოთ ჩენდლერი, რასაც ეყრდნობა, მაგალითად ეყრდნობა BTI-ს, ესეთი ინდექსია, რომელიც ასევე სწავლობს ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტის მდგომარეობას. BTI საქართველოს უძახის მომეტებულად დეფექტურ დემოკრატიას. ანუ ასე აქვს შეფასებული საქართველო. როგორ შეიძლება მე ეს კვლევა აიღო და თქვა, რომ საქართველოს ძლიერი ინსტიტუტებით რაღაცა საუკეთესოთა შორის საუკეთესო სტატუსი. მალხაზ, მოკლედ, ორი ძირითადი მიმართულება არის, რაზეც ალბათ უნდა გამოვყოთ და თქვენც აღნიშნეთ. ერთი, კვლევების გასაღება როგორც ევროკომისიის დაკვეთილად და მეორე იმ კვლევებით მანიპულირება. ანუ რაღაც ამოგლეჯილად შეთავაზება მოქალაქეების კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ხო, ერთი არის, რომ ამას რატო აკეთებენ? ამას აკეთებენ იმიტომ, რომ შექმნან შტაბ-ეჭდილება, რომ თითქოს ევროკავშირში არის რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოს წინააღმდეგ, თორე, როდესაც ევროკავშირი საქართველოს მეცნიერულად სწავლობს, ის ძალიან მაღალ შეფასებას უწერენ საქართველოს, რაც ასე არ არის. თუნდაც სასამართლოს კვლევა Freedom House-ის რაც აიღეს. ეს კვლევა მთლად რომ მართლა ევროკავშირის დაკვეთით იყოს ჩატარებული, გაქვთ თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. აი ეს კვლევა მართლა ევროკომისიის დაკვეთით რომ იყოს ჩატარებული, რამდენი მიიღო ქულა საქართველოს? მიიღო 2 ქულა. რამდენიდან? 5-დან.
მაღალია ეს ქულა, დაბალია, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ოღონდ 2014 წლის მერე ორი ქულა აქვს. ანუ 2014, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25 სულ ორი ქულა აქვს. რანაირად შეიძლება ამას პროგრესი დაარქვა? აქ ხო რაღაც შეფასებაზე არ ვსაუბრობთ, მათემატიკაზე ვსაუბრობთ. ორი ქულა არის, ორი ქულა, 2 უდრის 2 სულ თან. ბოლო, რა ვიცი, 11 წელია. ეს არანაირი პროგრესი ვერ იქნება. მაგრამ ამის მიღმა ბოდიში ამას დავამატებ. Freedom House-ის მთლიანი კვლევა რო ნახოთ, მაქსიმალურ მონაცემს საქართველოს როგორც კარგი ქვეყანა აფიქსირებს 2018 წელს და იმის მერე გაქვს კვლევა და 63 ქულიდან თუ სწორად მახსოვს, ჩამოდიხარ 58 ქულაზე. თვითონ ის კვლევა, რომლიდანაც შენ რაღაცა ერთი კონკრეტული კითხვა ამოგლიჯე და კონტექსტიდან დაცილად მიაწოდე მოქალაქეს, ეს კვლევა თვითონ გეუბნება, რომ არჩევნები ჩატარდაო ცუდადო, პროტესტები მასობრივად დაარბიესო, გახსენებს მოზამბიკასთან და რაღაც ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც ყველას დიდი გაუარესება აქვთ, ათეული აქვს გაუარესების გამოქვეყნებული ცალკე და ეს ორგანიზაცია ასე გაფასებს და მე შენ რაღაცა ერთ კონკრეტულ მაჩვენებელს იღებ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მინდა კვლევა მაქვს გახსნილი და აქ საუბარი არის მაგალითად როგორ ერევა სასამართლო პროცესებში ხელისუფლება, ასევე საუბარი არის მცირე ჯგუფზე, ამ ეგრეთ წოდებულ კლანზე, მათ შორის სასამართლოების თავმჯდომარეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ფაქტობრივად აკონტროლებენ დანარჩენ სასამართლო სისტემას. თქვენ უყურებთ ალბათ სასამართლოს ნაწილს. კი ბატონო. ზემოთ არის 20-24 წლის თავარი მოვლენები არის ჩამოთვლილი და უბრალოდ რო წაიკითხოს ადამიანმა, გაკრიტიკებული არის აქ აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც ძალიან მკაცრი შეფასებაა გაცემული. პარლამენტის არჩევნებზე წერია, რომ პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ხმისპარულობის დარღვევით, ხმების მოსყიდვით, ძალადობით, დაშინებით საარჩევნო უბნებზე სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად. ამას წერს ის ორგანიზაცია წერს, ამას რომელიც მამუკა მდინარაძეს და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებს ავტორიტეტად მოყავთ. ამას სხვა ეს ხო თვითონ თქვენს რომ Freedom House-იო კარგიაო თავისი ამ ბრიფინგით და უბრალოდ Freedom House-ი რას ამბობს საქართველოს ის შეგვიძლია წავიკითხოთ. მე წერს რომ 2028 წლამდე ევროკავშირის გადადებაო, რაც გამოაცხადაო კობახიძემ, ეგო საერთოდ რა იყოო და აქ აქციებზეო მასობრივად ირღვეო და ადამიანის უფლებები და მათ შორის იყენებს წამების ტერმინს წამება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პოლიციის მანქანების პოლიციის მიერ იყვნენ დაკავებულები. ანუ ტერმინ წამებას იყენებს ის ორგანიზაცია, რომელზეც მამუკა მდინარაძე გვეუბნება, რომ ავტორიტეტულიაო და ისო კვლევაშიო ვერ იტყუებაო. აი ბატონო, ამას წერს Freedom House-ი თავის ანგარიშში და მე აგრძელებს NGO-ებზე, თავდასხმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიებზე გამოუძიებელი არაიდენტიფიცირებული თავდასხმები, რომლებიც ხდებოდა მთელი წლის განმავლობაშიო. ისევ Freedom House-ი წერს. ამას მე კი არ ვიფიქრე. მამუკა მდინარაძე რომ გამოვა დღეს და იტყვის, რომ Freedom House-იო არისო ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციაო, რომელმაც აიო კვლევაშიო ვერ დამალაო, რომ საქართველოსო უწყვეტი პროგრესი აქვს სასამართლოს მიმართულებითო. ჯერ ერთი სულ ორი ქულა ქონდა. მე მეორე თვითონ დაარქვა ავტორიტეტული და მე მესამე ეს არის სინამდვილე რასაც Freedom House-ი ამბობს საქართველოს შესახებ. წამება და არაადამიანურ მოპყრობა აქციებზე დაკავებულების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების დევნა, არჩევნებზე ხმების მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება და ასე შემდეგ. ამას წერს სინამდვილე Freedom House. ბოლო ერთმა კვირამ გამოაჩინა, რომ ეს რაღაც მიმართულება იქნება როგორც ჩანს პროპაგანდის მომდევნო პერიოდში. შეგვიძლია ვთქვათ, რაზე არის გათვლა გზავნილი ყველა ბრიფინგზე, იგივე თუ ვთქვათ, ვნახავთ ამ პროპაგანდისტულ სიუჟეტებს არის ასეთი, რომ კონკრეტული პირები, ევრობიუროკრატები, Ursula von der Leyen-იც კი დაასახელეს, რომ ის გვაკრიტიკებსო, მაგრამ აი ვერ მალავსო. რისთვის ამზადებენ ფონს თუ შეგვიძლია ვთქვათ? ხო, არ ვიცი, მე აქამდე რასაც ვყავდი, სულ ფაქტებს ვყავდი. პროგნოზები და პოლიტიკური შეფასებები არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ შეგვიძლია რაღაცა აი ზოგადი მოსაზრება ვთქვათ, არის რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია არც ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, აქ არ ვსაუბრობ ინსტიტუტებზე, როგორც ევროკავშირი, ევროკომისია, ამაზე არ ვსაუბრობ, აი Freedom House-ი, Amnesty International, Human Rights Watch და ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან ძალიან დიდი ხანია დადებითი შეფასება საქართველოს მიმართ, ფაქტობრივად არაფერზე არ წამოსულა. ამის გაგრძელება არის მე ის რომ როდესაც ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს ევროკავშირი ან ჩვენი კანდიდატის სტატუსის შეფასების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს ევროკავშირი, იქაც შემდგომ არის საქართველოს მუდმივი კრიტიკა იმის შესახებ, რომ საქართველოს უბრალოდ უნდა შემოაბრუნოს კურსი, რომელიც მას უკვე აშორებს კი არა ევროკავშირის საწინააღმდეგო მიმართულებით მიყავს. და ახლა ქართული ოცნება ცდილობს ალტერნატიული რეალობა შექმნას, იმიტომ რომ ჩვენი ეს საუბარი რომ მოვასმენინოთ ნებისმიერ რიგით ქართულს ყველა გაიგებს,
რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ, ხო? ოღონდ ქართული ოცნება ცდილობს ალტერნატიული რეალობა შექმნას თავისი პროპაგანდისტული მედიების საშუალებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ჩვენ ვერ მივწვდებით და როდესაც მომდევნო ძალიან მკაცრი გზავნილები იქნება, მაგალითად ვიზალიბერალიზაციის შეშერების მექანიზმის ფარგლებში, როდესაც მომდევნო მკაცრი გზავნილები იქნება, კიდევ ერთხელ თქვას, რომ აი ჩვენ გეუბნებოდით მთელი აგვისტო, რომ სინამდვილეში კვლევებში ჩანს, რომ ჩვენ ყველაზე მაგარი ქვეყანა ვართ, ყველაზე სათუთი და თითქინა და ფაქიზი ქვეყანა ვართ, მაგრამ აი იქ ვიღაცები სინამდვილეში პოლიტიკური ნიშნით ცდილობენ, რომ ხელები გადაგვიგრიხონ. აი ამ ასე ჩანს, რომ ამისთვის ხდება გამოგონილ რეალობას ქმნიან არა მარტო სოციალურ მედიაში, არამედ ზოგადად ქართულ საინფორმაციო სტრუქტურებში.